ბათუმიდან 40 კილომეტრის დაშორებით სოფელი ალამბარი მდებარეობს. გეოგრაფიული და ბუნებრივი პირობებით გამორჩეული სოფელი მთაგორიანია. აქ ადგილობრივებს მასიური დასახლება 200 წლის წინათ დაუწყიათ. მანამდე კი სოფლის ტერიტორია გაუვალი ტყით ყოფილა დაფარული. ასე რომ ერთად ვიმოგზაუროთ სოფელში, რომელმაც თავისი ხანმოკლე არსებობის პერიოდში საკმაოდ საინტერესო ისტორია შექმნა. ალამბარი ზღვის დონიდან 60 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, რომელსაც მდინარე აჭყვა ორ ნაწილად ჰყოფს. მას აღმოსავლეთიდან სოფლების ზენითი და აჭყვის თავი, სამხრეთიდან გვარა და სოფელი ქობულეთი, ჩრდილოეთით კი მუხაესტატი და წყავროკა ესაზღვრება. სოფელი, სადაც 100 სხვადასხვა გვარის წარმომადგენელი ცხოვრობს, სულ 600 კომლისგან არის დასახლებული. როგორც ყველა სოფელი სხვა დანარჩენი, ასევე ჩვენი სოფელი საუკეთესოზე საუკეთესოა. ანუ ძალიან კარგი. თავისი ყველაფრით, თებით, მინდვრებით, ხალხით, უძველესი ხალხი და გვარები ცხოვრობს ჩვენ სოფელში. ჩვენი სოფელი კიდევ იმით გამოირჩევა სხვა სოფლებიდან, რომ თავდგირიძეთა სავანე ჩვენ სოფელში იყო, რომელიც ციხის ნანგრევებით დღესაც არის და სოფელი და ჩვენი სოფლელები დიდ ყურადღებას იჩენენ იმ ადგილისთვის, სადაც ეს ციხის ნანგრევები არის. სხვა მკვლევარების მიერ გამოძიებულ მასალებიდან ვიცით, რომ ალამბარი დაერქვა, იმიტომ რომ როცა ალამბრის ციხეა ჩვენთან, სადაც ზაფხულობით ან უფრო მეტად ზაფხულობით ის ბურის სამთავროში რახან შედიოდა, მთავარი აქ იმყოფებოდა ხოლმე და როცა აქ იმყოფებოდა, დროშა ფრიალებდა აი ციხეზე. და როცა ხალხი ხედავდა, რომ დროშა ფრიალებს, მაშინ ალამი ბარშო. ამით უკვე ყველა მიცოდა, რომ ეს მათი მთავარი იმყოფებოდა ალამბრის რეზიდენციაში. სოფელი ალამბარი დარქმეულ უფროსების გადმოცემით დაერქვა თავდგირიძეების ციხესთან არსებულ. ესე იგი წამოსულა იქიდან ჯარი მოდიოდა ხომ აქედან სოფელში და ზევიდან დაუძახიათ სად არისო ეს ხალხიო და ალამიო ბარშიაო. ესე იგი ალამბარი გადმოცემით ასე ვიცი ეს. მაღალ წერტილში ციხისყელად წოდებულ გორაზე ალამბრის ციხე მდებარეობს. მას ადგილობრივი მოსახლეობა კატის ციხეს ეძახის. გადმოცემით იგი ჯერ გურიელების, შემდეგ კი თავად თავდგირიძეების საყრდენი პუნქტი იყო. შუა საუკუნეებში აშენებული ციხე ოსმალთა შემოსევისას განადგურებულა. ერთ დროს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ციხესიმაგრისგან დღეს მხოლოდ ეს ნანგრევები შემორჩა.
ეს ციხე ეკუთვნოდა გურიელს. გურიელების სამფლობელო იყო. შემდეგ მიათხოვა თავისი ქალიშვილი მამუკა თავდგირიძეს, რომელიც დასახლდა აქ და იმის შემდეგ, სადღაც მე-18 საუკუნის მიწურულს თუ დასაწყისში, მითით ახლა გადმოცემით ვიცი, რომ ეს ციხე მამუკა თავდგირიძის სამფლობელო იყო. საზაფხულო აგარაკივით. აი რაც არის შემორჩენილი, ფაქტიურად მე უკვე დიდი მოხუცებული არა ვარ, მაგრამ 60 წლის ასაკში მახსოვს ზუსტად იგივე ფორმა აქვს შენარჩუნებული, რაც მე მახსოვს. მაგრამ აი გადმოცემით ვიცი, რომ ალბათ სამსართულიანი ყოფილა, ზემოდან იყო ხის ორი სართული, რომელიც ან ხანძარს, ან მიწისძვრას დაუნგრევია და ფაქტიურად ესე იგი დღეისდღეობით შემოგჭა ეს ნანგრევი, რომელიც ფაქტიურად არის ჩვენამდე მოაღწია. აი რატო იყო ეს ესე იგი მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ აი ამას, ამ ციხეს აქვს აი სათვალთვალო ხვრელები. 1, 2, 3 წელი და სიმეტრიულად ქვემოთ კიდე. აი აქედან ფაქტიურად ჩანა ციხის ხედი და იქედან ალბათ ნიშანი როცა აი მოდიოდა ნიშანი იქედან რომ ესე იგი მტერი ოსმალო შემოდიოდა ესენი აი ამის მოპირდაპირედ ზემოთ არის ელიას ციხეს ეძახიან ესე იგი ეს იგივე შაშხალი იგივე მით რა ქვია რაღაცა იმით აჩვენებდნენ იმათ რომ ესე იგი მტერი მოდის და აფრთხილებდნენ ესე იგი აქედან გადადიოდა იქეთ და იქედან ალბათ გურიაში იყო კიდე და უკვე ცნობილი იყო რომ მოდიოდა მტერი ესე იგი ფაქტიურად ეს იყო სათვალთვალო კოშკის ფუნქციასაც ასრულებდა იმ დროს როცა და აი დღეისობით შემოგჭა ეს ხვრელები სიმეტრიულად როგორც ზემოთ აი 3 აქ არის 3 ქვემოთ და გადმოცემით ესე იგი ეხლა მე ჩემამდე მოვიდა ის რომ ეძახიან კატის ციხეს და აი რისთვის აი დაერქვა ამას კატის ციხე ეს ალბათ მითია ალბათ ადგილობრივებმა შეარქვენ მაგრამ რისთვის და რატომ ნამდვილად ამის შესახებ ჩემამდე აი წყარო არ არსებობს და არც სადმე არ არის დაწერილი რომ ამას ქვია ესე იგი არა თავდგირიძეების და მამუკა თავდგირიძის ციხე ამან კატის ციხე და რატომ მე სხვა ინფორმაციაც ხო და აი შეხედავთ თუ როგორ ესე იგი რასაც ჩვენამდე მოაღწია ფაქტიურად ვიცავთ ადგილობრივი მოსახლეობა იწმინდება და მისი ერსახე ფაქტიურად მიტოვებული არ არის
ისიც საქმე რაშია. ახლა იმ შუა საუკუნეებამდე და შუა საუკუნეებშიც კიდევ აქ ამ სოფლებში მარტო ალამბარში კი არა, ამ დანარჩენ სოფლებშიც საერთოდ არ ცხოვრობდა ხალხი, რადგან მალარია მძვინვარებდა და იხოცებოდნენ და აქ მხოლოდ მონადირეები და მეჯოგეები არა მარტო ჩვენ სოფელში, საერთოდ ამ დაბალ სოფლებში ცხოვრება და არსებობა იყო, არის ზემო მთის სოფელი ჭახათი, ჭახათში და იმის ზედა სოფლებში, ხინოში ასვლამდე იყო არსებობა. შემდეგ რა თქმა უნდა, როცა ცოტა განვითარდა ქვეყანა, შემოვიდნენ ვაჭრები, გემები, შემოიტანეს წამალი, აქედან გაქონდა კიდევ სხვადასხვა მასალები, თაფლი, სამთელი, ბზის მასალა და ასე შემდეგ, სანაცვლოდ წამალი შემოიტანეს ამ მალარიის საწინააღმდეგო. როცა გავრცელდა მოსახლეობაში ეს წამალი და უკვე მალარია საშიში აღარ იყო, შემდეგ დაიწყო ბარის სოფლებში ჩამოსახლება ხალხმა და მათ შორის ჩვენ სოფელშიც. ალამბარში 600-მდე კომლი ცხოვრობს, სხვადასხვა გვარის უმეტესი გვარი არის გოგიდიძეები, ნიჟარაძეები, შემდეგ და სხვადასხვა გვარია, მაგრამ უფრო მეტი ეს ორი გვარია, უფრო იმით რაოდენობით ჭარბობს. ეხლა გვარებთან დაკავშირებით, ყველა თავისი ისტორია აქვს ეხლა და შეიძლება ყველას ისტორია მე არ ვიცოდე, მაგრამ ყველა გვარი კარგია ალამბარში, კარგი ხალხი ცხოვრობს, სტომართ მოყვარე, რაცავარია და შრომის მოყვარე. ბევრი სოფლები არის, გვაკრავს გარს, დავიწყოთ მუხაისტატე, წყავროკა, აქ ჩრდილოეთ მხარით, აღმოსავლეთით ზენითი, აჭყისთავი, სამხრეთით გვარა, სოფელ ქობულეთი, ასე რომ ამ 6 თუ 7 სოფლის შუაგულში ვარ და ამიტომაც ალბათ სულნათმა მამუკა თავდგირიძემ, ამიტომაც და ჯერ გურიელმა როგორც თქვით, ამიტომაც აირჩია ეს შუა სოფელი თავის სატახტო ალაგად. მიხარია, იმიტომ რომ კარგი მეზობლები მყავს, კარგი ხალხი ცხოვრობს აქ. ხინში, გაჭირვებაში, დალხინებაში ყოველთვის ერთად ვართ ჩვენ. მიყვარს ხალხი, მეზობლები მიყვარს, ამხანაგები მყავს ბევრი, შვილებით დატვირთული ვარ, შვილიშვილებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასე რომ ძალიან საყვარელი სოფელია ჩვენი პატარა კერა დიდი სოფელი ალამბარი. ერთ-ერთი ტრადიციული კერძია მაჯუნი, რომელსაც ძველ პერიოდში მეფეები ლაშქრობისას მიირთმევდნენ. საინტერესოა, როგორ ამზადებენ ამ უძველეს კერძს წლების შემდეგ დიასახლისების სოფელ ალამბარში. გამარჯობათ. გამარჯობა. შეიძლება? მობრძანდით. ვიმყოფებით სოფელ ალამბარში, ვამზადებთ ტრადიციულ კერძს, რომელსაც მაჯუნი ქვია, რომლის მომზადებაშიც მე ქალბატონი ნარგიზი დამეხმარება. ქალბატონი ნარგიზ, რა არის საჭირო იმისათვის, რომ კერძი მაჯუნი მომამზადოთ? კერძი რომ მაჯუნი მომამზადოთ, სამსაჭიროა ბრინჯი, შაქარი, ცოტა მარილი, თაფლი და წყალი. აბუდეს უნდა ეს ჩავყაროთ ყველაფერი და თანდათან დაველოთ და შემდეგ მომზადდება. მაშინ მოდით შევუდგეთ საქმიანობას, თან ვისაუბროთ ამ კერძის შესახებ. როგორ უნდა დავიწყოთ? ბრინჯი უნდა ჩავყაროთ მოსახარშად. მოსახარშად ჩავყაროთ ბრინჯი. გასავანე ეს მოიხარშება. ეს თვალიწომა რამდენი გირია საჭირო რა? თვალიწომა რამდენი არის საჭირო? გავანთებთ გას.
დავილოდებით, მოიხარშება ბრინჯი, შემდეგ ამერიკება დაახლოებით ერთი ნახევარი საათი, ერთი არ ჭირდება, შემდეგ მომზადებული გვექნება შაქარი, თაფლი, როგორც გავშინჯავთ ბრინჯი ცოტა რომ მოხარშული ექნება, შემდეგ დავახსნათ სიროპს. მომზადეთ კერძი მაჯუნი, რომელსაც სოფელ ქობულეთში ხშირად ამზადებენ და ეს ერთ-ერთი ტრადიციული კერძია ქობულეთური, რომელიც ალამბარში მომზადდა და ქალბატონმა ნარგიზმა დაგვეხმარა ამ კერძის მომზადებაში. როგორ ახარ? მადლობთ როგორ ზანდებით. მადლობთ, მეც არ ამიჩავს. ნადირობ? დიახ. აი, რაზე ნადირობ? აბა რამე? გრიტია, მტრედი, ირაოს ეძახიან კიდე. ჭიკვი, შაშვი, რავი, ყველაფერს ვნადირობ. ანუ არის ახლა ის სეზონი რომ? უკვე სეზონი დაიწყო. ნადირობის. და წელს თუ დიახ, მოვყარი და მოინადირე, ასე ვთქვათ. მტრედი მოვყალი გარეული და ბევრი ჩიტები მოვყალი, მელაღური არის და ასე შემდეგ და რავი, ყველაფერი არის. ასე რომ სეზონი დაწყებულია უკვე. და ესე იგი სოფელ ალამბარში გამოდიხარ ეს? დიახ, გამოვდივარ ქობულეთში ცხოვრობ და ნადირობ. ეგ სახლი მაქვს ეხანი და მიყვარს ნადირობ. და ეს ტერიტორია რატო შეარჩიე? ბევრია? აქ არის სანადირო ადგილები რა, მაღალი ადგილებია და უფრო მოდის აქეთ. და თან გადმოდის პერელიოტნი ადგილია და თან ნადირობ, მიყვარს ნადირობა. ესე იგი ხა პერელიოტნი ადგილას ვართ და მეც რომ მასრულიოთ ხო შეიძლება? აი როგორ შეიძლება? ანუ როგორ უნდა დავიჭირო? ხარზე მიდე. ესე ხო? როგორც ვიცით, ტყვია ხო არის? კი, ტყვია არის. კარგად მიდე ხარზე არ გატკინავს და ამით შეწკიპე. გადი ბაბულქეთ. ამით? დიახ, შეწკიპე მაგით. მოკიდე ეს ხელი ახანე. მაგრად ეიგავე. ჩიტი რო არ არის? ჩიტი არ არის. შეიძლება გავარტყათ. მაგრად, გაიჭირე. კარგია. მოკულა. ჩიტები არ მოგვიკლია, მაგრამ ნამდვილად გავაქციეთ. აი მე დედა მხარი. კარგი, წარმატებებს გისურვებთ. აი, მადლობა ურმეს. ბევრ კარგ ფრინველის მონადირებას გისურვებთ. კარგად იყავით, მადლობთ. ნახვამდის.
მიწისქვეშებთან და მესაქონლეობასთან ერთად სოფელ ალამბარში ბოლო პერიოდში განსაკუთრებით პოპულარული მეფუტკრეობა გახდა. ვაჟა ათაბაძე ალამბარში ერთ-ერთი ცნობილი მეფუტკრეა, რომლის ოჯახის ძირითადი შემოსავალი საფუტკრე მეურნეობაა. 52 წლის მეფუტკრე ფუტკრებს განსაკუთრებული მზრუნველობით უვლის, ამიტომ ზაფხულობით თავის გამოსაცვლელად მათ მთაში წაყვანას ვერავის ანდობს. როგორც სოფელში გვითხრეს, ის უკვე მთიდან დაბრუნდა და ახლა ფუტკრების დაბინავებაზე ზრუნავს. საფუტკრე მეურნეობა ჩვენ დიდი ხანია დაწყებული ყავს უკვე მამაჩემის იმიდან 1934 წლიდან, მაგრამ ასეთი მომრავლებით მაშინაც არ იყო უწინდა. ახლა უკვე დრო მოიტანა, ცხოვრება მოიტანა ესეთი და სოფლის მეურნეობის იმასე რომ მივყევით, უკვე არის 70 ოჯახამდე მე გაყოფილი მაქვს ოჯახები, რომელიც ყავს მთაში. აქედან არის დაცული ზონა, კინტრიშის ხეობის ნაკრძალი იყო ადრე, ახლა დაცული ზონად გადაიქცა და იქ ადრე ჩვენ იქიდან ვართ გადმოსულები აქეთ უბრალოდ და იქ გვაქვს ჩვენ ოჯახი მამული რომ იქ უვლით კიდე საფხულობით ამყავს და შემოდგომის ამ პერიოდისთვის ჩამომყავს უკვე ნახევარი ჩამოვიყვანე კიდე მყავს ჩამოსაყვანე და ასე ცხოვრებას ვეწევით ახლა ვაბინავთ უკვე ზამთარში იქ დიდი თოვლი დიდი მოდის და უკვე იქ ზამთარში გაყვანა ძნელი არის და კიდე მემთაბარობას ვეწევით საფხულობით მიყვავს და შემოდგომისთვის მოყვავს აქეთ დაბლობისკენ იქ იგია როგორც იგია ალპური ზონა არის უფრო და ყვავილობა მეტია წაბლის ნაკრძალია წაბლის იგია ცაცხვი არის მოცვი არის ნუ ყვავილობა მეტი არის ვიდრე აქეთ დაბლობში აქ დაბლობში არის ციტრუსი და აკაცია მეტი აქ არ არის ფუტკარმა რომ მოიხსნას თაფლის იმუშაოს თაფზე რო იმუშაოს უფრო და იქით უფრო სამუშაო მეტი აქვს ალამბარში ცხოვრობს ლოტბარი, რომელიც იმდენად შეყვარებულია ხალხურ ფოლკლორზე, რომ მისი ოჯახის ყველა წევრი მღერის. როგორც ადგილობრივებმა გვითხრეს, რევაზ მახარაძე სხვადასხვა ანსამბლის ხელმძღვანელია და ცდილობს სოფლის ყველა მკვიდრი აამღეროს. მოდით ერთად გავიცნოთ ოჯახი, საიდანაც მუდამ სიმღერის ხმა ისმის. გამარჯობათ! როგორ ახართ ბატონო რევაზ? მობძანი გამარჯობათ. თქვენზე ამბობენ რომ ესე იგი ოჯახი მღერისო. თქვენს ოჯახზე საუბრობენ ალამბარში. დიახ. საინტერესოა, ძალიან დამაინტერესა და საერთოდ შემოგვესწერი რა. მობძანი განაცხადი, მობძანი. გვაპატიეთ გაუფრთხილებლად შემოგესწარი. თულა გოგო ვარჯიშობდით და ესე იგი ამეცადინებთ შვილიშვილს, როგორც ხედავ. ბატონო რევაზ, რას შეგვისრულებთ ახლა? რას უმღერებთ მაყურებელს? მაყურებელს უმღერებ გურული სატრფიალო კი ესეთი სიმღერა. და ოჯახის სრული შემადგენლობა ასრულებთ ამას, რაც თავარია. გაგვეცანით აბა თქვენი ოჯახის წევრები, სად არიან? კი ბატონო. Yeah.
ისტორიულ ადგილებთან ერთად სოფელ ალამბარში მოსვლისას აუცილებლად შენიშნავთ უფლის ამაღლების სახელობის ეკლესიას, რომელიც წელიწადზე მეტია შენდება. მშენებლობას საფუძველი ერთ-ერთმა ადგილობრივმა ამირან ტაკიძემ ჩაუყარა, რომლის ინიციატივით სოფელს მალე ახალი სამლოცველო ექნება. მანამდე კი სოფლის მრევლი დაუსრულებელ ტაძარში აღავლენს წირვალოცვას. ნებათაჩემ თაღზონი და ხელოთებთან მოიწვეთაჩემ და ბრალთა დააყუდენ სალოცველოს. ეს სალოცველო და ცხოვრება ჩვენი და სამყარო და საუკუნო წლების უკან ჩემს გონებაში ამეკვიათა აზრი, რომ რაღაც ეკლესიის მშენებლობასთან დაკავშირებით დავიწყე ფიქრი და აი ეს აზრი რომ სისრულეში მოსულიყო, ეს უცბად არ დაწყებულა. რაღაც რამდენიმე წელი დასჭირდა ყოველივე ამას. სულ სხვა ადგილები მქონდა ჩემს მიერ შერჩეული, რომელიც შემდგომში სოფლის მაშინდელი სოფლის გამგებულელთან საუბრის შემდეგ გადაწყდა, რომ ისინი თავიანთ დონეზე, რასაც სასოფლო საბჭო იყო ასეთი, მიიღებდნენ გადაწყვეტილებას და თუ ასეთი მშენებლობას დავიწყებდით, გამოეგვეყოფოდა სპეციალური ადგილი და როგორც თქვენ ხედავთ, სოფლის ცენტრში შესანიშნავი ადგილი გამოეყო. რა თქმა უნდა, თავდაპირველად ასეთი მსგავსი მოცულობის მშენებლობა არ იყო ჩაფიქრებული, უფრო მცირე ზომის, მაგრამ რატომღაც შეუდექით თომა გვარი ამ წუთას არ მახსოვს არქიტექტორი ვინც იყო, მისი ნახაზით შენდება ეს ეკლესია. დღესდღეობით თავიდანვე გვერდში დაგვიდგა ასლან თავდგირიძე, ასეთი პიროვნება, რომელსაც საკუთარი კომპანია ჰქონდა და გამოცდილება ჰქონდა ეკლესიის მშენებლობების. და 2006 წლის შემოდგომაზე, კერძოდ 23 ნოემბერს მოხდა მაცხოვრის ამაღლების სახელობის არის, რომელიც უნდა აშენდეს ეს ეკლესია. კურთხევა ადგილის, სადაც მშენებლობა დაიწყო. 2006 წლიდან მიმდინარეობს ეს მშენებლობა. ახლა უკვე ამჩნევთ, რომ თითქმის 2/3 დასრულებულია მშენებლობის და შემოდგომაზე სადღაც ოქტომბრის თვიდან მიმდინარეობს და განახლდება მშენებლობა და ალბათ უახლოეს 2-3 წელიწადში სრულყოფილად მივიყვანთ ბოლომდე ეკლესიის მშენებლობას. ალამბარში გამოირჩევა ცეცხლაძეების გვარი, სადაც ოჯახურ ტრადიციად შენარჩუნებული ქართული ფოლკლორი თაობიდან თაობას გადაეცემა. ალბათ ბევრმა არ იცის, რომ პირველი ქართული ხალხური გუნდი სოფელ ქობულეთში ალამბრელმა ხუსეინ ცეცხლაძემ ჩამოაყალიბა. წლების შემდეგ შთამომავლები ქართულ ხალხურ სიმღერებს კვლავ განსაკუთრებული სიყვარულით ასრულებენ. საღამომშვიდობის. საღამომშვიდობისა. როგორ ხართ? ამ ლამაზის სასმისით მე მინდა რომ იმ ხალხის ხსოვნის სარღეგრძელო მინდა შევსვა, რომელიც ამ სახლში, ამ ფუძეზე ცხოვრობდნენ. ეს იყო ისტორიული ხალხი, რომელმაც შექმნა ისტორია ალამბრის. 1924 წელს ხუსეინ ცეცხლაძემ აჭარიდან ერთ-ერთი ანსამბლი გაიყვანა და მის შთამომავლობის ოჯახში ვიმყოფებით დღეს. მოდი ისე ყოფილიყოს მისი სული გაანათოს ღმერთმა და მოგონებაში ამყოფოს მისი ლამაზი სული. ჩვენ თაობას ისე გვეტარებიოს ჩვენი ტრადიციები, რომ მისი დანატოვარი საქმეები ლამაზად და კარგად გაგვეკეთებიოს. გაუმარჯო. აცხონოს ღმერთმა და მისი სული სასუფეველში ყოფილიყოს. ხედავს საყვარელოდა ნანინა ჩემზე ხელი არ გიგია ნანინე უანადელა ნანინე უანადელა ელიო დელისოვდილა ჰოვდელიო დელა ნანინადა ნანინა
შეუღმერთო რა გაწვირედა ნანი ნანი თხარეთი შემასპინელა ნანი ნეუნანადელა ნანი ნეუნანადელა დელიო დელის ლოვდილა ოდელიო დელა ნანი ნადა მოკლედ მოვინახულეთ ალამბრის ციხე, გავიგეთ სოფლის ისტორია და რაც მთავარია მოვისმინეთ ხალხური ფოლკლორი, რომელიც აქ თაობიდან თაობას გადაეცემა. ეს ერთი დღე სოფელშია, დღეს ჩვენ სოფელ ალამბარში ვიყავით.